1990-იანი წლების დასაწყისში თხისში ქვეყანამ, რომელმაც 10 წლეულები გაატარა საკუთარი თავის სტაბილურ, მრავალეთნიკურ ფედერაციად წარმოჩენაში, იხილა თუ როგორ დაეცა მისი ვალუტა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰიპერინფლაციამდე. ეს ქვეყანა იყო იუგოსლავია, რომელიც საერთაშორისო სანქციებით იყო იზოლირებული, მაშინ როცა ხორვატიასა და ბოსნიაში ომებს აწარმოებდა. გეცნობათ ეს სიტუაცია? თუკი ეს იმიტომ, რომ სწორედ ეს ხდება რუსეთში ახლა, 2026 წლის ზაფხულში. მაშ ყველაფერი იგივე სცენარით განვითარდება? გაიმეორებს თუ არა რუსეთი იუგოსლავიის ბედს და დასრულება თუ არა ეს ქვეყნის დაშლით. ეს არის სცენარი, რომელსაც დეტალურად განვიხილოთ, რათა სიმართლეს მივაგნოთ. დავიწყოთ იუგოსლავიით, რადგან მისი დაშლის ფაქტორები საფუძველს უქმნის ყველაფერს, რაც შემდეგ ხდება. როდესაც სოციალისტური იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა 1991 წელს დაიშალა, დარჩენილი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა ძირითადად სერბეთი და მონტენეგრო იყო, რომელსაც არაოფიციალურად სლობოდან მილოშევიჩი მართავდა, რომელიც მოგვიანებით მისი პრეზიდენტიც გახდა. თუ ეს სიტუაცია ნაცნობად ჟღერს, ეს იმიტომ რომ ის გავს იმას, თუ როგორ დაიწყო ვლადიმირ პუტინმა ძალაუფლებისკენ აღზევება რუსეთში 1990-იანი წლების ბოლოს. იუგოსლავია აგრძელებდა ბრძოლას ტერიტორიის შესანარჩუნებლად და ბოსნიელი სერბების ძალების მხარდასაჭერად მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე სასტიკ ომში. 1992 წლის მაისში გაერგაეროს უშიშოების საბჭომ უპასუხა ფართომასშტაბიანი სანქციებით, მათ შორის სავაჭრო ემბარგოთი, ფინანსური ტრანზაქციების გატნინვით და საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების უმეტესობის შეწყვეტით. სანქციები კიდევ უფრო გამკაცდა 1993 წლის აპრილში. ფორმალურად მიზანი იყო ბელგრადი ეიძულებინათ შეეწყვიტა ბოსნიაში ომის მხარდაჭერა. პრაქტიკაში სანქციები დაეცა ეკონომიკას, რომელიც უკვე სტრუქტურულად სუსტი იყო და ამ კომბინაციამ კატასტროფული შედეგი გამოიღო. ციფრები თითქმის დაუჯერებელია, თუ მათ ცალკე განვიხილოთ. 1992 წლის სანქციების ამოქმედებიდან 3 თვეში სამრეწველო წარმოება დაახლოებით 40%-ით შემცირდა. იმ წლის ბოლოსთვის სერბეთსა და მონტენეგროში წლიურმა ინფლაციამ დაახლოებით 19,810%-ს მიაღწია. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 1993 წლის განმავლობაში ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰიპერინფლაციაში ჩავარდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებული. პიკში 1994 წლის იანვარში თვიურმა ინფლაციამ დაახლოებით 313 მილიონ %-ს მიაღწია. ღრიული ინფლაცია დაახლოებით 62% იყო, ხოლო საათობრივი ინფლაცია 2%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფასები შესამჩნევად იცვლებოდა მაშინაც კი, როცა სალაროს რიგში იდგით და დაახლოებით ყოველ 34 საათში ორმაგდებოდა. 1993 წლის ბოლოსთვის იუგოსლავიაში საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 15 აშრესში დოლარის ეკვივალენტამდე დაეცა. თლიანი შიდა პროდუქტი იმ წელს დაახლოებით 30%-ით შემცირდა. სამრეწველო წარმოება და ინვესტიციები ორივე დაახლოებით 37%-ით დაეცა, ხოლო უმუშევრობა 24%-ს გადააჭარბა. ამ რიცხვების უკან იდგა მთავრობა, რომელსაც რეალური არჩევანი აღარ ჰქონდა დარჩენილი. მილოშევიჩის საომარი ძალისხმევა, რომელიც ძირითადად ბოსნიელი სერბების ძალების შეიარაღებასა და დაფინანსებას და საკუთარი სამხედრო და პოლიციის შენარჩუნებას გულისხმობდა, ამ პერიოდში ზოგჯერ ფედერალური ბიუჯეტის 80%-ზე მეტს შთანთქავდა. 1993 წლის დეკემბრისთვის მთავრობის ყველა ხარჯის თითქმის 95% უბრალოდ ახალი ფულის ბეჭდვით ფინანსდებოდა. და ცენტრალური ბანკი უკვე ერთხელ დაცლილი იყო, სანამ სანქციები ამოქმედდებოდა. ბოლო თვეებში სანამ ხორვატია და სლოვენია გამოყოფდნენ, მილოშევიჩის მოკავშირეებმა სერბეთის ეროვნული ბანკის მყარი ვალუტის რეზერვებზე თავდასხმა ორგანიზეს. მათ 1,4 მილიარდი დოლარი გაიტანეს რეჟიმისა და მისი მოკავშირეების მხარდასაჭერად, სანამ ეს ფული ჯერ კიდევ ფედერალური საკუთრება იყო. ამ ძარცვამ ხორვატია და სლოვენია გამოყოფისკენ უბიძგა, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო სანქციების შემდეგ ფაქტობრივად რეზერვების გარეშე დარჩა, რადგან უცხოური ვალუტის ლეგიტიმურად მოპოვების გზა მოიჭრა. ამიტომ სახელმწიფომ ის გააკეთა, რასაც სანქცირებული საომარი ეკონომიკები აკეთებენ. მან იმპროვიზაცია დაიწყო. ჩვეულებრივი ვაჭრობა მთლიანად ჩამოშლილი დინარიდან გადავიდა და ფასები გერმანული მარკის ღირებულებაზე მიბმულ აბსტრაქტულ ქულებში განისაზღვრა, რადგან ვერავინ გეგმავდა ბიზნესს ან თუნდაც სასურსათო საყიდლებს ვალუტაში, რომელსაც შეიძლება ლანჩამდე ნახევარი ღირებულება დაეკარგა. მთავრობამ ფულის დასაზოგად სახელმწიფო კუთვნილ ბინებში გათბობის ჩართვა დააგვიანა, რამაც მაცხოვრებლები არაეფექტურ ელექტროგამათბობლებზე გადაიყვანა, რაც თავის მხრივ ქსელის გადატვირთვა და ელექტროენერგიის გათიშვები გამოიწვია. პენსიონერებმა ისწავლეს, რაც შეიძლებოდა ყველა გადასახადის გადახდა გადაედოთ. ეს ჰიპერინფლაციის ერთ-ერთი თავისებურებაა, როდესაც ვალი ტექნიკურად უფრო დაბალია. თუ ვინმეს თვის დასაწყისში 10,000 დინარი ჰქონდა ვალი, გადახდის რამდენიმე დღით გადადებაც კი ნიშნავდა, რომ ინფლაციას უკვე მნიშვნელოვნად შეემცირებინა ვალის რეალური ღირებულება. და რაც მთავარია ჩვენი მიზნებისთვის დღეს, თავად ომი აგრძელებდა ადამიანური რესურსისა და მასალების მოხმარებას, რომლის უზრუნველყოფის ლეგიტიმური გზები გაკოტრებულ, სანქცირებულ და იზოლირებულ სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჰქონდა. რა თქმა უნდა, რუსეთი 2026 წელს არ არის იუგოსლავია 1993 წელს.
რუსეთის ეკონომიკა უფრო დიდია, უფრო დივერსიფიცირებული და მიუხედავად წლების განმავლობაში დაწესებული სანქციებისა, ის კვლავაც ექსპორტზე აგზავნის ნავთობისა და გაზის უზარმაზარ მოცულობებს. თუნდაც ეს ვაჭრობა გართულებული და გადამისამართებული იყოს, მაგრამ არა აღმოფხვრი. რუსეთს არ გამოუცდია იუგოსლავიური ტიპის ჰიპერინფლაციის მსგავსი არაფერი, რადგან მის ცენტრალურ ბანკს აქვს ისეთი ინსტრუმენტები, რეზერვები და პოლიტიკის დისციპლინა, რაც ბელგრადს 1993 წელს არ ჰქონდა. ასე რომ რუსეთში მაღაზიების თაროებზე ფასები იუანზე მიბმული ქულებით არ განისაზღვრება, მაგრამ ის ღრმა სტრუქტურული ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა სულ უფრო უკიდურეს ეკონომიკურ ზომებს მიმართავს, აშკარად ყალიბდება რუსეთში ამჟამად. და კონკრეტული მექანიზმი, რაზეც გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, არის ის, რაც ხდება რუსეთის საწვავის მიწოდებასა და რუსეთის სამუშაო ძალასთან. დავიწყოთ საწვავით, რადგან ეს ალბათ ყველაზე თვალსაჩინო ყოველდღიური პრობლემაა რიგითი რუსებისთვის. 2026 წლის მაისიდან უკრაინა მნიშვნელოვნად გააძლიერა შორ-მანძილზე დათმობი ნავთობის გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე. არა მხოლოდ მილსადენებსა და საექსპორტო ტერმინალებზე, არამედ უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რუსეთის ტერიტორიაზე, ქვეყნის სიღრმეში. მედუზას ცნობით, რუსეთის 10-ვე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკვე თავდასხმის ობიექტი გახდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სისტემატურმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობის გადამუშავების პროგნოზირებული სიმძლავრის თუ დაახლოებით 42.7% გამოირთო. ივნისში დარტყმა მიაყენეს 8 ქარხანას და 60-ზე მეტი საცავი რეზერვუარი გაანადგურეს ან სერიოზულად დააზიანეს. უკრაინული შეფასებით, 2025 წლის აგვისტოდან მოყოლებული რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორის ჯამური ფინანსური ზარალი დაახლოებით 13.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. დამოუკიდებელი ანალიზის მიხედვით, ივნისში რუსეთის საწვავის წარმოება წლიურად 25%-ით შემცირდა. რის შედეგადაც წარმოება ქვეყნის შიდა მოთხოვნაზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვები შეიძლება ზედმეტი მოგეჩვენოთ, პრობლემა ბენზინგასამართ სადგურზე მაშინვე თვალსაჩინოა. ივლისის შუა რიცხვებისათვის დამოუკიდებელი გამოცემა მედუზას ინფორმაციით, რუსეთში სულ მცირე 7 რეგიონსა და ქალაქში საწვავის გაცემაზე ნომრის მიხედვით ლიმიტი დააწესეს. ორიოლის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ფსკოვის, ლიპეცკის და კიროვის რეგიონები, ასევე მოლდავეთი და ასტრახანი და ასტრახანი. პუშკიც მათ შეუერთდა 15 ივლისს. შეზღუდვა მარტივია და მას ეწოდება ლუც-კენტი წესი, რომლის მიხედვითაც ნომრები, რომლიც კენტ-რიცხვზე იწყება, მხოლოდ კენტ-რიცხვიან თარიღებზე შეუძლიათ საწვავის აღება. ეს მეთოდი გავდა იმას, რაც 1970-იან წლებში აშშ-ში გამოიყენეს ირანის რევოლუციის შემდეგ, როდესაც რეგიონიდან საწვავის ექსპორტის დიდი ნაწილი შეწყვეტ. თუმცა ამჯერად მთელი სქემა თავად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო კამპანიით არის განპირობებული და არა ბაზრის პრობლემით. იმპროვიზაცია აქედან კიდევ უფრო უცნაური ხდება და ხდება და სწორედ აქ იუგოსლავიის ეკოს უგულებყოფა ძნელი ხდება. რუსეთის კრასნოდარის რეგიონში დინსკის რაიონის ადმინისტრაციამ საჯარო სკოლის მასწავლებლებს დაავალა ზაფხულის არდადეგების ნაწილი ბენზინგასამართ სადგურებზე მორიგეობაში გაეტარებინათ. მაგრამ ისინი საწვავსაც კი არ ასხამენ, რადგან საწვავი ყველასთვის საკმარისი არ არის. ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ დგანან არტოსადგომზე, რიგებს არეგულირებენ და გაბრაზებულ მძღოლებს ამშვიდებენ. რაც შეეხება ანაზღაურებას, მასწავლებლებს მხოლოდ უფასო ჩაისა და ყავით ასაჩუქრებენ. ადგილობრივი ოფიციალური პირები საჯაროდ ამტკიცებდნენ, რომ ეს მოვალეობა ნებაყოფლობითი იყო და მხოლოდ მამაკაც მასწავლებლებს ეხებოდათ, იმ თეორიით, რომ საწვავის დეფიციტი მამაკაცებზე უფრო პირდაპირ მოქმედებს. თუმცა ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებში გაჩენილი საჩივრები მიუთითებდა, რომ ქალი თანამშრომლებსაც იგივე მორიგეობებს აკისრებდნენ, თანაც იმპლიციტური მუქარით, რომ სამსახურს დაკარგავდნენ თუ უარს იტყოდნენ. ერთმა ახალგაზრდა მასწავლებელმა იჩივლა, რომ მას და მის კოლეგებს, რომელთაგან ზოგიერთის წონა 50 კილოგრამზე ნაკლებია, აგზავნიდნენ, რათა ფიზიკურად ემართათ გაღიზიანებული მძღოლების ბრბოები, ანაზღაურების გარეშე და ფაქტობრივად არჩევანის გარეშე. რეშ და ფსკოვის რეგიონში ხელისუფლება მოხალისეებსა და ეგრეთ წოდებული სახალხო რაზმების წევრებს იწვევს. ისინი ანალოგიურ მოვალეობას ასრულებენ ბენზინგასამართ სადგურებზე, თანაც რეკრუტირების განცხადებებში ანაზღაურებაზეც კი არ არის საუბარი. ირკუტსკში რეგიონმა მთავრობამ ელექტრონული დაჯავშნის სისტემა შესთავაზა რიგების სამართავად, ისე რომ საერთოდ არ საჭიროებს ადამიანების ადგილზე ყოფნას. ამის ნაცვლად მთავრობამ ივნისის ბოლოს უფრო მკაცრი ზომები მიიღო და წესრიგის დასაცავად პოლიცია და ეროვნული გვარდია ჩართო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა სრულად ელოდება რეგიონულ არეულობას საწვავის პრობლემების გამო და ცდილობს წინასწარ აღკვეთოს იგი, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობისა და გაზის ექსპორტიორისთვის. შეამჩნიეთ რა ხდება აქ. სახელმწიფო სამოქალაქო მოხელეებსა და მასწავლებლებს ჩვეულებრივი ფუნქციებიდან საწვავის კრიზისის ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე გადაჰყავს. სწორედ მისმა არჩევანმა შეუწყო ხელი ამ პრობლემის შექმნას, რადგან მას არ აქვს საკმარისი ფული, ნებაყოფლობითი მუშახელი ან ადმინისტრაციული რესურსი, რომ სხვა გზით გადაჭრას ეს პრობლემა. ეს მცირე მასშტაბის, ნაკლებად სარისკო ვერსია სწორედ იმ იმპროვიზაციისა, რაც ბელგრადში 1993 წელს ვიხილეთ, როცა გათბობა ფულის დასაზოგად გამორთეს და პენსიონერები გადახდის ვადებს მანიპულირებდნენ, რათა გადარჩენილიყვნენ ეკონომიკაში, რომელიც ნორმალურად აღარ ფუნქციონირებდა. სავარაუდოა, რომ საწვავის რიგები ჰიპერინფლაციას არ გამოიწვევს, მაგრამ ძირითადი ინსტინქტი, საჯარო ინსტიტუტებისა და მათში მომუშავე საჯარო მოხელეების შეზღუდვისა იგივე რჩება.
აღსანიშნავია, რომ ეს იუგოსლავიის შემთხვევას მოგვაგონებს. ჰიპერინფლაციაზე კომენტარში ქეიტოს ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ბელგრადში ყველა ბენზინგასამართი სადგური დახურული იყო. გარდა იმ ერთისა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საელჩოს თანამშრომლებს ემსახურებოდა. თუ რუსეთის შიდა საწვავის მდგომარეობა ამავე ტრაექტორიით გაგრძელდება, შეიძლება მასწავლებლებს აღარ მოუწიოთ სადგურებზე მუშაობა, რადგან სამუშაო აღარ დარჩება. და ეს ფრაზა ერთი მოქმედი ბენზინგასამართი სადგურის შესახებ ისევ რუსეთს უბრუნდება, რადგან ივლისის დასაწყისში გამოქვეყნებულმა ალმა ადრინდელმა ცნობებმა უკვე მიუთითა, რომ ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო პრიორიტეტული სიის შემოღება, თუ ვინ შეძლებს რიგის გვერდის ავლით მომსახურებას. ეს აზროვნება და ქმედება სრულად ასახავს მზარდ განხეთქილებას მოქმედ ხელისუფლებასა და რუსეთში მცხოვრებ ხალხს შორის, რომლებიც ამ ხელისუფლებას მხარს უჭერენ შესაძლოა არასწორი მიზეზების გამო. ახლა გადავიდეთ შრომაზე, რადგან სწორედ აქ ჩანს პარალელი სახელმწიფოსთან, რომელსაც თავისი ომისთვის მსურველი ხალხი ელევა. 2026 წლის ივლისის შუა პერიოდში დამოუკიდებელმა რუსულმა მაუწყებელმა TV Rain-მა მოიპოვა და გამოაქვეყნა გაჟონილი დოკუმენტი, სახელწოდებით 2026 წლის კონტრაქტული სამსახურის კანდიდატების შერჩევის გეგმა. გეგმა მოიცავს მაისკის რაიონს პარახიის რესპუბლიკაში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. დოკუმენტის მიხედვით გეგმა აკეთებს იმას, რასაც ჩვეულებრივ კერძო ეკონომიკასთან არ ვაკავშირებთ. ის ასახელებს რაიონში მოქმედ ყველა კომპანიას, თითოეულში დასაქმებულთა რაოდენობას და მათ შორის რამდენი მამაკაცია 20-დან 60 წლამდე ასაკში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ასევე ასახელებს კონკრეტულ კვოტას მუშაკების, რომლებიც თითოეულ კომპანიას უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაგზავნოს. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სავარაუდოდ ერთეული შემთხვევა არ არის, რადგან გაჟონვის წყაროები მიუთითებენ, რომ იგივე კვოტები გამოიყენება ფედერაციის სხვა რეგიონებშიც. სანამ დეტალებში შევალთ ამ ნაბიჯის მექანიკის შესახებ, არ დაგავიცდეთ გამოიწეროთ არხი, რომ ყოველდღიურად მიიღოთ მეტი ვიდეო. აქ მილიტარი შოუზე ჩვენ მიზნად ვისახავთ მოგაწოდოთ უახლესი სიახლეები და დეტალური ანალიზები გეოპოლიტიკის ყველა საკითხზე. დაუბრუნდეთ გაჟონილ დოკუმენტებს. კვოტის მექანიკა ან მთავრობის მოგების მაქსიმიზაციას, ან ადგილზე ადამიანების რაოდენობის გაზრდას ემსახურება, რაც ომის განმავლობაში გავრცელებულ სასტიკ გათვლად იქცა. რაიონის ხელმძღვანელი იღებს სამიზნე რიცხვს რეგიონალური შტაბიდან და შემდეგ ამ სამიზნეს ანაწილებს ადგილობრივ დამსაქმებლებზე. თითოეულ ბიზნესს ეძლევა მუშაკების კონკრეტული რაოდენობა, რომელიც სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის უნდა მიაწოდოს. მაგრამ თუ კომპანიის ხელმძღვანელობას არ სურს საკუთარი თანამშრომლების გაგზავნა, მას ალტერნატივა აქვს. ის ამის ნაცვლად შეიძლება გადაიხადოს მომსახურებისთვის, გააფორმოს კონტრაქტი სპეციალურად დანიშნულ კომპანიასთან, რომელიც ეწევა ეგრეთ წოდებული კანდიდატების შერჩევას ომისთვის. როგორც იუწყებიან, მიმდინარე ტარიფი ერთ ადამიანზე, რომელსაც კომპანია უშუალოდ არ აწვდის, დაახლოებით 100,000 რუბლია, ანუ დაახლოებით 1300 დოლარი ივლისის შუა მდგომარეობით. ეს არც კი შემოიფარგლება მხოლოდ კერძო სექტორით. იგივე გეგმა მოითხოვს მაისკის რაიონულ საავადმყოფოს 2 თანამშრომლის გაგზავნას სამხედრო სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს უკვე მწვავე დეფიციტი აქვს სამედიცინო პერსონალის. კვოტები არ კითხულობს, რომელი სექტორები შეძლებენ თანამშრომლების გამოყოფას, რადგან მთავრობა უბრალოდ ანაწილებს რიცხვებს და ელოდება, რომ ისინი შეივსება. მაგრამ ეს სისტემა ახალი არ არის. ის განვითარდა და ვითარდა და დაიწყო ჯერ კიდევ 2024 წელს. იმ დროს ხელისუფლებამ დაიწყო მეწარმეებისგან ომისთვის ადამიანების მიწოდების მოთხოვნა და ამ მოთხოვნას ამყარებდა იმ ბიზნესებისთვის მოულოდნელი შემოწმებებით დამუქრებით, რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ. 2025 წლისთვის ეს გადაიქცა იმ აშკარა გამოსკედვის სქემად, რომელსაც დღეს ვხედავთ. ბიზნესებს შეეძლოთ ფულის გადახდით თავი დაეხციათ თანამშრომლების გაგზავნის ვალდებულებისთვის, მაგრამ თითოეული კვოტაზე ნაკლები ადამიანი კომპანიას უჯდებოდა 450,000 რუბლი, ანუ დაახლოებით 6,000 დოლარი. ეს 4-ჯერზე მეტია, ვიდრე ბარაქიაში მოქმედი ინსტიტუციური ტარიფი ახალი, 2026 წლის გეგმის მიხედვით. აქ არსებული განსხვავება მიუთითებს, რომ ამ სისტემიდან გამოსასყიდი თანხა რეგიონების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება და არ ექვემდებარება ერთიან ეროვნულ სტანდარტს. მაგრამ ორივე შემთხვევაში უცვლელია ძირითადი ლოგიკა. კომპანიის მუშახელი ფაქტობრივად იქცა რესურსად, რომელსაც სახელმწიფო შეიძლება გადასახადებს. იქნება ეს ადამიანური რესურსი თუ რუბლები. და არსებობს მიზეზი, რატომაც ზეწოლა უფრო ძლიერდება და არ მცირდება. მაისკის რაიონის 2026 წლის კვოტა ითვალისწინებს, რომ საწარმოებმა ფრონტზე 61 ადამიანი გაგზავნა. ეს დაახლოებით 65%-ით მეტია, ვიდრე რაიონის წინა წლის მიზანი. და იმ წელს რეალურად მხოლოდ 13 ადამიანმა გააფორმა კონტრაქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიონმა წინა კვოტა მნიშვნელოვნად ვერ შეასრულა, ხოლო რეგიონული ხელისუფლების პასუხი არ იყო მოლოდინების შემცირება, არამედ მათი თითქმის გაორმაგება მომდევნო წლისთვის. ფაქტობრივად სახელმწიფო ცდილობს ცოცხალი ძალის დეფიციტის დაძლევას კიდევ უფრო მკაცრი ზომების გამოყენებით. ეს გვიყვანს ყველაზე სერიოზულ ესკალაციამდე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უფრო მძიმეა ვიდრე ის, რაც ყოფილ იუგოსლავიაში ხალხს ოდესმე გამოუცდია. რადიო თავისუფალი ევროპა. რადიო თავისუფლებამ ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, სადაც აღწერილია ცვლილება ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლიდან პირდაპირ იძულებით გაწევაზე. ანგარიში მიუთითებს, რომ ეს ძალისხმევა კონცენტრირებული იყო პენზის ქალაქის გაშემო, რომელიც დაახლოებით 625 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მოსკოვიდან.
რადიო თავისუფლება, რადიო ლიბერტის ინფორმაციით, იქ მამაკაცები ქალაქის ქუჩებიდან აკავებენ. შემდეგ მიხალთ სამხედრო გაწვევის ოფისებში და ზეწოლით ან ფიზიკური იძულებით აიძულებენ მოაწერონ ხელი კონტრაქტებს, რომლებიც მათ უკრაინაში საბრძოლველად აგზავნის. ანგარიში გაზიარებულია თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს როგორც ხედან მამაკაცების ჯგუფი მინივენში, ხოლო გარეთ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ამ კაცებს წასვლას აიძულებენ. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა შემდეგ საჯაროდ უარყვეს, რომ რაიმე იძულება მომხდარა. RFA-ლის რეპორტაჟში ასევე მოცემულია ინდივიდუალური შემთხვევები, რომლებიც ძნელია სხვადასხვა რამეთ შეაფასო, გარდა იმისა, რასაც უკრაინელები ავტობუსიფიკაციას უწოდებენ. არაოფიციალური ტერმინი, რომელიც ნიშნავს სამხედრო ასაკის მამაკაცების ქუჩიდან დაჭერას და მიკროავტობუსებით წაყვანას. ეს პრაქტიკა თავდაპირველად ასოცირდებოდა თავად უკრაინის მობილიზაციის პრობლემებთან, რაც აჩვენებს, რომ ორივე მხარე რეალურად ერთსა და იმავე პრობლემას განიცდის. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2026 წლის დასაწყისში აღიარა ეს პრობლემა და თავდაცვის სამინისტროს მისცა დავალება, რომ გადაეჭრა იგი. ამის საპირისპიროდ რუსეთში მიკროავტობუსებით წაყვანის პრაქტიკა, როგორც ჩანს, სრულიად გასცდა კანონიერ ფარგლებს. ანგარიში მიუთითებს, რომ სახელმწიფომ უბრალოდ უარყო ეს მოვლენები როგორც არასწორი და გვერდზე გადადო, რაც ასევე მალავს იმას, თუ რამდენად გავრცელებული შეიძლება იყოს ეს მთელ ქვეყანაში. რადგანაც რუსული ხელისუფლება უარყოფს, რომ ეს პრაქტიკა არსებობს, არც ოფიციალური არსებარხი არსებობს, სადაც აღირიცხება ვინ წაიყვანეს, სად ან რა მოტივით. ზუსტად ამიტომ არის RFA-ლის წყაროები მთლიანად ანონიმურ ნათესავებსა და ადვოკატებზე დაფუძნებული და არა რომელიმე სამთავრობო ჩანაწერზე. უკრაინის ტერიტორიული გაწვევის ცენტრების ფრების მხრიდან დარღვევები დეტალურად არის დოკუმენტირებული, სწორედ იმიტომ, რომ მათ არ უარყოფენ. ამის ნაცვლად ამ საკითხზე პარლამენტში კამათობენ და უკრაინულ მედიაში კონკრეტულად ასახელებენ. ასევე არის ეგრეთ წოდებული შემთხვევების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში. ზრდად კოტებთან ერთად ეს მიუთითებს, რომ კრემლი აქტიურად ცდილობს ამ ზომას მიმართოს, ნაცვლად იმისა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის კიდევ ერთი ეტაპი გამოაცხადოს. ბოლო ჯერზე, როდესაც მობილიზაცია 2022 წელს გამოცხადდა, ამას მოჰყვა ასობით ათასი ადამიანის ქვეყნიდან გასვლა, რომლებიც შესაძლოა აღარასდროს დაბრუნდნენ, რამაც რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა. თუ ამ ფაქტორებს ერთმანეთს დავუმატებთ, მივიღებთ სურათს, სადაც საომარი ეკონომიკა ყველაზე მეტად საჭირო ორი რესურსის, საწოვისა და ცოცხალი ძალის დეფიციტს განიცდის. უკრაინის დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ზუსტად იმ ტიპის რესურსების დეფიციტს ქმნის, როგორცაც სანქციები იუგოსლავიისთვის 1992 წელს ქმნიდა. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, ხედავთ სახელმწიფოს, რომელიც იმავე გზას გადის, როგორცაც იუგოსლავია გადიოდა, როცა ომი გაიწელა და მოხალისეები აღარ დარჩნენ. ჯერ სტიმულები, შემდეგ კი ადმინისტრაციული კვოტები, რომლებიც ბიზნესებს დაეკისრათ, თითქოს მუშახელი დასაბეგრი საქონელი იყოს. შემდეგ ფულადი გამოსყიდვის სისტემა, რომლის ფასიც მუდმივად იზრდება. ბოლოს კი პირდაპირი გადაცება ქალაქის ქუჩებიდან. მილოშევიჩმა ბრძოლა გააგრძელა მაშინაც კი, როცა მისი ეკონომიკა ამას ვეღარ უძლებდა, რადგან უკან დახევას თავისი მიუღებელი პოლიტიკური ფასი ჰქონდა. ეს ყველაფერი არნიშნავს იმას, რომ რუსეთი აუცილებლად დაიშლება ისე როგორც იუგოსლავია. იუგოსლავიის დაშლა ასევე გამოწვეული იყო საერთაშორისო სანქციების რეჟიმით, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი ცვლილების იძულებისთვის. ამას ემატებოდა შიდა სისტემების სიმრავლე, რომლებიც ან არ მუშაობდა, ან მმართველი პარტიის მიერ სწრაფი მოგების მიზნით მიზანმიმართულად საბოტაჟდებოდა. ამის ნაცვლად რუსეთი კვლავ იღებს მნიშვნელოვან შემოსავალს ჩინეთთან და ინდოეთთან ვაჭრობიდან და მას კვლავ აქვს ცდომა დამატებით საწოლზე საჭიროების შემთხვევაში. და მიუხედავად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა, რაზეც საინტერესოა, რომ ერთმა ყოფილმა იუგოსლავიის ქვეყანამ პრინციპულად უარი თქვა, რუსეთის ეკონომიკა ტექნიკურად მაინც იზრდება, თუნდაც ბევრად უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამიტომ უფრო ზუსტია ვთქვათ, რომ რუსეთის ამჟამინდელი სისტემა გადატვირთულია და არა ჩამოშლილი. გადატვირთვა ნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია თავი ისევ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან, როგორც წესი გარე დახმარებით ან შიდა რეფორმებით. ამ ორიდან არც ერთი ვარიანტი არ არის ის, რასაც რუსეთის ამჟამინდელი მთავრობა სავარაუდოდ გააკეთებს. პირველი ვარიანტის შემთხვევაში, თუ ჩინეთი რუსეთს გადაარჩენს, ეს ფაქტობრივად ნიშნავს საჯარო დანებებას ჩინეთისთვის, როგორც ბლოკის ლიდერისთვის და არა როგორც თითქოს თანთანასწორისთვის. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, პუტინის მთელი რეჟიმი დამოკიდებულია იმაზე, რომ იგივე ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში და ისინი არ შეიცვალონ. ამიტომ თუ რეფორმების ფართომასშტაბიანი მოთხოვნები იქნებოდა, ეს როგორც წესი იმავე ფორმით მოხდებოდა, როგორც მოხდა 2000 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც იუგოსლავიის ხალხმა მილოშევიჩი დაამხო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მეორე შესაძლო გზაზე, დაძაბულობის შემდეგ, სადაც ეს შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი მარცხის მაჩვენებელი. მაგრამ ეს ასევე მივყავართ იმავე ორ პრობლემამდე, სადაც რაღაც უნდა გათხოვდეს. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით, იქნება ეს უკრაინის ომი თუ თავად რუსეთი. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი აქ არის, რამდენი მხარდაჭერა აქვს პუტინს და ეს მხარდაჭერა ნელ-ნელა იკლებს ყოველ გასულ თვესთან ერთად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, ყოველდღიური სიახლეებისა და უკრაინის ომისა და გლობალური გეოპოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების გასაგებად. და მადლობა როგორც ყოველთვის ხურებისთვის.